ვეფხისტყაოსნის შესახებ. ვეფხისტყაოსანი თარიღიანი ძეგლია. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ პირველი იუბილე, რომელიც ჩატარდა ვეფხისტყაოსნის პირველი იუბილე 1937 წელს არა? კი, 37 და 66. და 66 მეორე იუბილე ჩატარდა ვეფხისტყაოსნისა, მაგრამ იმ დროს ქართული მეცნიერებას ჯერ არ ჰქონდა განსაზღვრული, ესე იგი ზუსტი თარიღები ვეფხისტყაოსნის შექმნისა. ახლა ასეთი თარიღები არსებობს. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი თარიღიანი ძეგლია. ამის შესახებ სწორედ ეხლა უნდა ისაუბროთ. თუ დასაუბრები გვაქვს ქართული ამბარის შესახებ, ახლა თარიღიან ძეგლზე უნდა ისაუბროთ და უნდა უპირველეს ყოვლისა გამოითქვას თვალსაზრისი, რასაც თვითონ შოთა რუსთაველი მიცხადებს, რომ ვეფხისტყაოსანი სხვა არა არის რა თუ არა თამარ მეფის ქება. საქმე ის არის, რომ ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაფერი გარკვეულია. საქმე ის არის, რომ ვეფხისტყაოსნის დასაწყისი, ანუ ვეფხისტყაოსანს დართული აქვს წინ შოთა რუსთაველის წინათქმა. ვეფხისტყაოსანს ბოლოში დართულია ვეფხისტყაოსნის ბოლო თქმა. ორივე ეს თქმა ეკუთვნის უშუალოდ შოთა რუსთაველს. ამდენად ვეფხისტყაოსნის წინათქმა ვეფხისტყაოსნის წინათქმაში თავად შოთა რუსთაველი მიმართავს ღმერთს და მიმართავს მკითხველს და საუბრობს იმის შესახებ, თუ ვეფხისტყაოსნის რაობის შესახებ, თუ რა არის ვეფხისტყაოსანი და როდის დაიწერა ვეფხისტყაოსანი. შოთა რუსთაველი ამბობს, რომ ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველმა დაიწყო, როდესაც მას როცა გარდაიცვალა გიორგი მესამე, მას დაავალეს, დაეწერა ქება თამარ მეფისა და სწორედ აი ამის შესახებ ვესაუბრება ჩვენ შოთა რუსთაველი თავის წინათქმაში. წინათქმა ვეფხისტყაოსნისა, თვითონ ტექსტი ვეფხისტყაოსნისა იწყება საიდან? ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, მოგეხსენება, მაგრამ წინ წამძღვარებული აქვს თავად შოთა რუსთაველის, ესე იგი მიმართვა ღვთისადმი და მკითხველისადმი, სადაც მოცემულია ჩვეულებრივ ვეფხისტყაოსნის განსაზღვრება, მისი შინაარსი, მისი, ამიტომ ცოტა უფრო სირთულეებთან გვაქვს საქმე, რა კი ძალიან წარყნილია ვეფხისტყაოსნის როგორც წინათქმა, ისე ბოლო თქმა შოთა რუსთაველისა ჩანამატების სტროფებით. წინათქმა შედგება სამი ნაწილისაგან. დასაწყისი პირველი, შემდეგ მოდის სწავლებისათვის მოშაირეთა და მესამე ნაწილი წინათქმისა, ეს გახლავთ ამბავი მიჯნურობისა.
აი ეს სამი ნაწილი სამწუხაროდ არეულია ერთმანეთში და სრულიად გაუგებარი ხდება აი ეს რუსთაველის საუბარი როგორც საკუთარი თავის შესახებ ისე ვეფხის ტყაოსნის შესახებ. რა იყო საჭირო? საჭირო იყო წინათქმის სტროფული აღნაგობის აღდგენა წინათქმისა და ბოლოთქმისა. ამდენად ეს იყო ურთულესი საქმე, რომელსაც მე მთელი ჩემი სიცოცხლე მოვანდორე. ესე იგი, აღდგენილია ვეფხის ტყაოსნის წინათქმა და აღდგენილია ვეფხის ტყაოსნის ბოლოთქმა, ორივე ერთმანეთთან კავშირშია, ორივე დაწერილია მაშინ, როდესაც დასრულდა ვეფხის ტყაოსნის ტექსტი. თავად ვეფხის ტყაოსნის ტექსტი. და ესე იგი, წინათქმა და ბოლოთქმა უკვე არის განმარტება თავად ვეფხის ტყაოსნის შინაარსეული რაობისა. ამიტომ ჩვენ უსათუოდ პირველი ის რაც არის, ესე იგი, ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ. რას ამბობს, რა კი ტექსტი აღდგენილია, ახლა უნდა ვთქვათ, რას ამბობს შოთა რუსთაველი ვეფხის ტყაოსნის შესახებ. პირველად დასაწყისში შოთა რუსთაველი თავად მიმართავს, ღმერთს მიმართავს, თავად და თავად საუბრობს თავის პიროვნების შესახებ, აცხადებს თავის პიროვნებას. ამდენად ესე იგი, პირველი სტროფი წინათქმისა, დასაწყისი პირველისა და რუსთაველის მიმართვა ღმრთისადმი ასეთია. ჰე ღმერთო ერთო, მიმართავს საკუთრივ შოთა რუსთაველი ღმერთს. საქმე ის არის, რომ ვეფხის ტყაოსანი აგრეთვე ღმრთის მიმართვით იწყება, მაგრამ შეადარეთ. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდნო არსნის სულითა ხნა ზეცით მონადერითა, ჩვენ ყაცდა მოგსა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე ღმრთისაგან, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ესე იგი, და ასე კი არ იწყება, როგორც ახლა გვაქვს ტექსტებში. იყო არაბეთს როსტევან სრულიად გაუგებარია, არავითარი როსტევან არაბეთში არ არსებობდა, ამიტომ საქმე ის არის, რომ ეს პირველი სტროფი ერთგვარად ეხმაურება იმას, რომ ვეფხის ტყაოსანში, ვეფხის ტყაოსნის დასაწყისში როსტევან მეფე ეს ალეგორია, ეს იგავურია,
იგულისხმება საქართველო, იგულისხმება გიორგი მესამე საქართველოს მეფე და შემდეგ მოდის თხრობა იმის შესახებ ვეფხისტყაოსანი იწყება თამარ მეფის აღსაყდრებით მეფეთ დასმა, ესე იგი აღსაყდრება, ესე იგი გიორგი მეფე ცოცხალია და იგი გარდაიცვალა 1184 წელს, ხოლო აღსაყდრება თამარ მეფისა მოხდა 1177 წელს. ესე იგი და მერე თამარ მეფე, როდესაც გიორგი მესამე გარდაიცვალა, უკვე თამარ მეფის გამეფების ჟამი დგება. აი, როდესაც ჩვენ შევადარებთ ამას, ესე იგი ვეფხისტყაოსნის დასაწყის უკვე განსხვავება რომელმან შექმნა სამყარო, მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა და მომდევნო იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი და მერე მოდის მაღალი, დაბალი, ლაშქარ, მრავალი, ყმიანი თვით, მეომარი, უებრო, ყლა, მოუვარი წყლიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჩმული, გამგებიანი. ამგვარად აღდგა ვეფხისტყაოსნის დასაწყისი, ეხლა ჯერი დგება წინათქვა. უნდა აღვადგინოთ წინათქვა, სადაც შოთა რუსთაველი საუბრობს ვეფხისტყაოსნის რაობის შესახებ. წინათქმაში შოთა საკუთრივ შოთა რუსთაველი მიმართავს უკვე ღმერთს. და აი ასე ამგვარად ჰე ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა. აქ ცოტა გაუგებარი ეს არის, რა თქმა უნდა, ტანისა, მაგრამ აქ არის შეიძლება იგულისხმებოდეს ყოველი პიროვნებისა, ესე იგი, რომ ყოველი პიროვნება ღვთისმიერია. ეს ქრისტიანული დოგმატია, შემოვადუნო, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც თვითონ თავის შესახებ აქვს მომდევნოთ ლაპარაკი. ჰე ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ხატი, ესე იგი ყოვლისა ტანისა, ყოვლისა პიროვნებისა, შენ დამიფარე, მე რუსთველი ეუბნება ღმერთს, შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად დასატანისა. აი აქ ცოტა გაუგებარია რა, ვის გულისხმობს სატანას, ეს ჩვენ არ ვიცით. მომეც მიჯნურთა სურვილი სიყვარული, მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდილი გასატანისა, მომეც ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა. ცხადია, რომ ამ წინათქმაში შოთა რუსთაველი ლაპარაკობს საკუთარ თავის შესახებ და მიმართავს ღმერთს, რომ მან იხსნა ღმერთმა შოთა რუსთაველი სატანისაგან დათრგუნა სატანა, შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად და მერე განმეორებულია დათრგუნვად მეორე დათრგუნვად და სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი იგულისხმება ტარიელი და თინათინი, იგულისხმება ნესტანდარეჯანი და ნესტანდარეჯანი და ტარიელი და იგულისხმება ართათელი და თინათინი. მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდილდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა.
ერთვის სტროფით, ესე იგი მთავრდება ღვთისადმი რუსთაველის მიმართვა და შემდეგ იწყება მიმართვა მკითხველისადმი. მოდავსხდეთ. ტარიელისთვის უცნობია ჯერ მკითხველისათვის, მოდავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ შეშრობილი. ესე იგი ტარიელის გლოვით იწყება წინა თქმა. მოდავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ შეშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინმეცა ყოფილა შობილი. დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი. აქამდის ამბათ ნათქვამიაც მარგალიტი წყობილი. მოდი დავაზრდეთ და თქვა შოთა რუსთაველი ახსენებს შეფარულად ახსენებს ესე იგი ტარიელს უწოდებს დემნა უფლისწულს. ეს არის ჩემო დემნა უფლისწულის მხატვრული სახე, როგორც ძალიან რთული და საოცარი. მოდავსხდეთ, ესე იგი ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ შეშრობილი მისებრი დემნა უფლისწულის დახასიათება ქართლის ცხოვრებიდან არის ციტატი მოტე მისებრი მართ დაბადებით ვინმეცა ყოფილა შობილი. დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი. დაახლოებული იყო ესე იგი დემნა უფლისწულთან. აქამდის ამბად ნათქვამი აც მარგალიტი წყობილი. ეს ამბავად იყო ყველასათვის ცნობილი და ესე იგი ვეფხის ტყავსანი არის ტარიელის ანუ დემნა უფლისწულის ქება. შემდეგ უფრო მეტად ამ დებულებას უფრო ცხადს ყოფს. ესე ამბავის სპარსული. რა არის სპარსული ამბავი? ამ ტარიელთან, დემნა უფლისწულთან დაკავშირებული. ესე ამბავის სპარსული ქართულად ნათარგმანები. აი აქ მოხდა სწორედ ის დიდი შეცდომა, რომელიც ესე იგი დაუშვა და მოიკიდა ფეხი, რომ ჩემო ბატონო ვეფხის ტყავსანი როგორც ნაწარმოები შექმნილია ესე ამბავი არის სპარსული და იგი ქართულად იყო ნათარგმანები და შემდეგ შოთა რუსთაველმა იგი გალექსა. ხო, აკაკი შანიძე ამბობს, რომ ჩვენ რომ ეხლა ეს სპარსული დედანი მოგვეპოვებოდესო ჩვენ შევადარებდით რა შეცვალა ვეფხის ტყავსანში სპარსული ამბავის დედანი რა ცვლილებები შეიტანა არაფერი ამის მსგავსი. აი ამ ტექსტის დადგენის შედეგად გამოირკვა რომ ვეფხის ტყავსანი არის არა სპარსულიდან პროზაულად განმოთარგმნილი და შემდეგ გალექსილი შოთა რუსთაველის მიერ, არამედ ვეფხის ტყავსანი არის სპარსული ამბავი რომ დატრიალდა საქართველოში და ისე რომ ქვია დემნა უფლისწულს თვალები რომ დათხარეს. აი ამაზეა მოდავსხდეთ ტარიელისთვის, ამიტომ გვდის ყველა ცრემლები. მოდავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ შეშრობილი. მისებრი მართ დაბადებით ვინმეცა ყოფილა შობილი. დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი. აქამდის
ამბაც იყო მხოლოდ ეს ბევნა უფლისწულის, ესე იგი ეს შემზარავი ის რაც მოხდა არც ერთ საქართველოს იმაში თვალების დახრა ეს არ არის მიღებული, ეს სპარსული ამბავია და არა ქართული. აქამდის ამბად ნათქვამიაც მარგალიტი წყობილი, ახლა ამისი კიდევ ერთხელ განმარტებად მithnen ის. ეს ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ნიშნავს განმარტებული. მე ეს სპარსული ამბავი, რომელიც საქართველოში დატრიალდა, ქართულად განმარტება. აქ ზმური ის არის მეთოდი გამოყენებული შოთა რუსთაველის მიერ. ვით მარგალიტი ობოლი მარგალიტი ნიშნავს ორიგინალურ ნაწარმოებს. არავით არის ესე გასაგებია რომ ვეფხისტყაოსანი მარგალიტი ობოლია, რომლის მსგავსი ქვეყნიერების ზურგზე არ არსებობს ასეთი ზუნები. ვით მარგალიტი ობოლი ხელს საგდმანები პოვე და ლექსად გარდავთქვი. პოვე ნიშნავს პოვნას ორი მნიშვნელობა ძველ ქართულში. პოვნა ერთი და მეორე შეთხზვა. პოვე ესე იგი შევთხზი, ვის უნდა შეეთხზა? მარგალიტი ობოლი, რა თქმა უნდა შოთა რუსთაველის და სწორედ ამას ამბობს. პოვე შევთხზი და ლექსად გარდავთქვი. რა გარდავთქვა ლექსად გადარქვა, ანუ გარდავთქვი ნიშნავს უარყავ. ანუ ვეფხისტყაოსანში არიელის თვალები არ დაუთხრია, ტექსტი ასეთი რამე არ არსებობს. ესე იგი არიელი ბევნა უფლისწული ის მხატვრული სახეა, მაგრამ ვეფხისტყაოსანში არიელს თვალები არ დაუთხრიათ. პოვე და ლექსად გარდავთქვი უარყავი. საქმე ვქმენ საჭოჭმანები, საცილობელი საქმე გავაკეთე, სინამდვილე უარყავი. ცოცხალი დავტოვე, ბევნა უფლისწული, ტარიელი, ესე იგი. თქვენ წარმოვიდგინეთ რა ხდება, ესე იგი. პოვე და ლექსად გარდავთქვი. ლექსად უარყავი ვეფხისტყაოსანში არავით არის დასჯა. ტარიელისა არ ხდება. საქმე ვქმენ საჭოჭმანები, საცილობელი საქმე გავაკეთე, რატომ უღალატე ესე იგი სინამდვილის. მაგრამ აქ მერე შემოდის რა. ჩემმან ხელმქმნელმან დამმართა ლაღმა და ლამაზმა ნები. აი ეხლა ეს უნდა განიმარტოს. ჩემმან ხელმქმნელმან აქ მნიშვნელობა აქვს ხანი იხმარება თუ ხარი იხმარება. ჩემმან გამხელებელმა კი არ არის, ვინც მე გამახელავ. ეს კი არ არის ნათქვამი, ვინც მე ვეფხისტყაოსანი დამაწერა, ვეფხისტყაოსნის დაწერა შემაგონაო. ჩემმან ხელმქმნელმან დამმართა ნების დამართვა ნიშნავს ზემოდარქვებოდ ნების დართვას. ეს მოუწონა თამარ მეფემ მოუწონა შოთა რუსთაველს. ჩემმან ხელმქმნელმან დამმართა, ეხლა დამმართა წავიკითხოთ ბოლოდან თამარ დამ ან ხელმქმნელმან ანით მთავრდება. ახლა ბოლოდან რო დავიწყოთ ჩვენ ბატონო დამმართა თამარ დამ ან. აი ეს არის საოცრება თამარ დამ ან. ხო, ეხლა თქვენ შეიძლება ჩაიწეროთ ეს. ჩემმან ხელმქმნელმან, ესე იგი, ვინც მე
დამაწერინა ვეფხისტყაოსანი ვინც ნერშ თამაგონა ვეფხისტყაოსანი ვინ თამარ დამან დას უწოდებს თამარ მეფეს შოთა რუსთაველი უწოდებს დას ეს დოლიაგონის იყო ხო თამარ დამან ახლა ლაყმა და ლამაზმანები თამარ მეფე მოუწონა ესე იგი ეს ნება დართო ესე იგი და მოუწონა ეს შოთა რუსთაველმა რომელმაც ესე იგი ვეფხისტყაოსანი თამარ მეფის შთაგონებით დაწერა რატომ ვეფხისტყაოსანი როგორც დემნა უფლისწულის ქება ისე თამარ მეფის ქება არის ესე იგი ორიგინალური ნაწარმოებია და არავით არის სპარსული დედალი და ისა უარსაყოფია ჩემო ბატონო ეს უკვე მოძველებული მეცნიერული თვალსაზრისია ახლა გასანმარტავია ლაღმა და ლამაზმა თამარ დამან ლაღმა და ლამაზმა აქაც ესე იგი მაღლა ზმა და მალა იქვე ამბობს შოთა რუსთაველი ზმა არის დამალული ევრაზროვნება დამალე მაღლაო ამას ამბობს ნება დართო ნება დართო კირა თამარ მეფე შოთა რუსთაველს მოუწონა რომ ესე იგი ეს საშინელი ამბავი არ არის ვეფხისტყაოსანში მხატვრულად ლექსად გამოთქმული დემნა უფლისწულის შესახებ ჩვენ ვეფხისტყაოსანი ვიცით და მართლაც ამ საკითხს გვერდია დაბილი და ესე იგი ტარიელი ცოცხალია ახლა მოდის ჩემო ბატონო ვეფხისტყაოსნის დაწერის შესახებ მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ესე იგი უბრძანეს შოთა რუსთაველს მათად საქებრად მათად მრავლობით რიცხვია მაგრამ მეფეს ესე იგულისხმება თამარ მეფე ესე იგი შოთა რუსთაველს სასახლის ერისკაცებმა შეუბადნო შოთა რუსთაველს დაავალეს აი აქ ირკვევა რომ ეს ხდება 1184 წელს გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ სასახლის მესვეურებმა მიბრძანეს მათად ესე იგი თამარ მეფის საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგეტკბილისა დროი ბალახშისა თლილისა მის მიჯრით მიწყობილისა ცოტა ესე იგი ასეთი ქება დაწერებენ თამარ მეფის უნდა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გდემლი ტყვისა ვილისა გამოვატარ შოთა რუსთაველი ეს ასეთი უბრალო თამარ მეფის ქება კი ერიქნა უფრო რთულად იქნება საქმე ახლა თვითონ შოთა რუსთაველი ამბობს გახსნილად უკვე შეფარულად ნათქვამია თამარი მისი და არის შეფარულად ნათქვამი ახლა უკვე ამბობს პირდაპირ თამარს ვაქებდე მეფესა იცოდეთ რომ ვეფხისტყაოსანი არის თამარ მეფის ქება თამარს ვაქებდე მეფესა 1984 წელს დაიწყო შოთა რუსთაველმა მათად აგრეთვე თარიღია ერთის მხრივ არის თამარ მეფე, მეორეს მხრივ არის თარიღი. ეს თარიღი უფრო ბოლო თქმაშია, უფრო ზუსტად განმარტებული. აქ რატო წინა თქმა და დასაწყისისა 1000 ესე იგი სიტყვა მათად ნიშნავს თარიღს. როდის უბრძანეს 1184 წელს,
როდესაც გარდაიცვალა გიორგი მესამე და ტახტზე მეორედ აიყვანეს. ვაქებდე მეფესა სისხლისაცრემ დათხეული. გასაგებია რატომ 1184 წლამდე თამარ მეფეს ჯობადო იმდენად შევიწროებულია. გაათხოვეს კიდეც რა არ გააკეთეს ესე იგი. ეს ყველა მიცის ისტორიას ახლა არ მოგიყვებით, იმიტომ რომ სალაპარო ისეაც ბევრია. თამარს ვაქებდე მეფესა 1184 წლის შემდეგ 5-6 წელიწადი ეს არის თამარ მეფე შავდღეშია და ასეც წერია. თამარს ვაქებდე მეფესა სისხლისაცრემ დათხეული. თქვენი შესხმანი ვისნიმე არავად ერთსახეული. აი აქ ცოტა უფრო რთულია საქმე ის არის რომ რაგი უბრძანეს ესე რომ ქვია მიბრძანეს მათაც სახებრად. რატომ უბრძანეს ის შოთა რუსთავი? საქმე ის არის როდესაც როსტევან მეფე იგივე გიორგი მესამე თამარი აიყვანა ესე იგი მოსახლდრეთ თანამოსახლდრეთ ჩემო ბატონო მაშინ დაუვალებიათ და შოთა რუსთაველს დაუწერია პირველი ქება თამარ მეფისა. ხოლო 1184 წელს როცა გარდაიცვალა გიორგი მესამე შოთა რუსთაველმა დასწერა მეორე ქება თამარ მეფისა. ესე იგი მეორე ქებას ვეფხის ყოლსას წინ უძღვის პირველი ქება. თამარს ვაქებდე მეფესა სისხლისაცრემ დათხეული. თქვენი შესხმანი ვისნიმე არავად ერთსახეული. აი აქ ეს ძალიან რთული საკითხია. ერთსახეული ერთი მხატვრული სახე კი არ არის ვეფხისტყაოსანში. ის პირველი ქება თამარ მეფისა, რომელიც ადრეა დაწერილი, არც ის იყო ესა. საქმე ის არის რომ თამარის ქება გადმოცემულია ორი პიროვნების ვეფხისტყაოსანში. ერთი არის ფინანტირი და მეორე არის ნესტან დარეჯანი. თამარ მეფის ორი მხატვრული სახეა. ამიტომ შოთა რუსთაველი ამბობს პირველი ქება მე თქვენი შესხმანი ვისნიმე პირველი ქება არ ავად ერთსახეული. არც ის იქ იყო თამარ მეფის ერთი მხატვრული სახე. არამედ ჩვენ ვიცით რომ ვეფხისტყაოსანში თამარ მეფის ორი მხატვრული სახეა. მელნად ვიხმარე გიშრის თმა და კალმად მე ნაირ ხეული, ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი მკერდსა ხეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტროფია. ამავე დროს საქმე ის არის ზოგიერთი ამბობს რომ გაგებაში რითმის გაგებაშიც არ არიან. მაგალითად ვეფხისტყაოსანში არის ორმარცვლოვანი, სამარცვლოვანი რითმები. არა ბატონო, ვეფხისტყაოსანში არის ორმარცვლოვანი რითმები, სამარცვლოვანი რითმები, ოთხმარცვლოვანი რითმები და ხუთმარცვლოვანი რითმები. აი აქ მაგალითად სწორედ ხუთმარცვლოვანი სიტყვა. თამარს ვაქებდე მეფესა სისხლისაცრემ დათხეული. ხუთისა თქვენი შესხმანი ვისნიმე არ ავად ერთსახეული ცრემ დათხეული ზუსტად. ხუთი მელნად ვიხმარე გიშრის ყვა და კალმად მე ნაირ ხეული, ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი მკერდსა ხეული. საოცრება ამ თვალსაზრისითაც აი ახლა ამის დასტური გვაქვს თუ არა. თვალთა მისგან უნათლოდა პირველი ქება რომ დაიწყო, შემდეგ მოდის თვალთა მისგან უნათლოდა
ტრამცა ახლად ჩენა მიაჯეთვინ ხორცს და დაწვა ქმარის მისზე სულთა ლხენა აჰანგული გამეჯროდა მიხვდომია ველთარბენა სამთაფერთა საქებართა ლამის ლექსთა უნდა ლენა ცოტა რთული ის არის გასაგები მაგრამ ესე იგი მაინც შედარებულია პირველი ქება და მეორე ქება და ბოლოს დასკვნის საკით ნათქვამია ჩემი აცანით ყოველმა ვეფხისტყაოსნის შესახებ ლაპარაკობს სამარმეთის მეორე ქების შესახებ ჩემი აცანით ყოველმა მას ვაქებ ვინცა მიქია ესე იგი ორი ქება დაწერილი მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიიჩნევს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია თუ პირველ პირით არის საუბარი აქ ჩვენ შოთა რუსთაველი თავად გვესაუბრება თავისი როგორ დაწერა ვეფხისტყაოსანი რომ ვეფხისტყაოსანი არის მეორე ქება და პირველი უფრო ადრეა დაწერილი ჩემი აცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიიჩნევს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფარვით ქვემორე მithქვამს იქია და გვაგზავნის შოთა რუსთაველი წინა სიტყვებიდან ბოლო თქმას ესე იგი წინა თქმას თავდება ამით და ვითითებს ბოლო თქმას მისი სახელი შეფარვით ქვემორე მithქვამს იქია აი ეხლა უნდა გადავიდეთ ბოლო თქმაზე რატო უშუალო კავშირია ორივე დაწერილია ვეფხისტყაოსანის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველმა დაწერა ორი წინა თქმა და ბოლო თქმა და ამ წინა თქმასა და ბოლო თქმას შორის ურთიერთკავშირია გადავიდეთ ბოლო თქმაზე რამე შეკითხვები ხო არ არის ამასთან დაკავშირებით? გიორგი რუსკეთია, რამე გასწვა, მაგრამ დევია, მინიშნებები არის მართალია. ახლა ორწუთიანი ჩართვა იმ ნათარგმანებთან დაკავშირებით თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ კორდონის ეძებდა რამდენი ხანი ნიკო მარიდა ვერ მიაგნო ლენინგრადში ვერაფერს პეტერბურგში პროფესორებს მაშინდელში და აი ახლა ხარ ზუსტად შარშან აი ეს სამი ტრიანებს ისე სოფლიო იმაში ჩვენი მტრევის და აი შარშან ერთ ძალიან გავლენიან ჟურნალში რომელიც ესე იგი რუსულენოვანი ჟურნალია ვინმე კურცვაილმა ხელოვნებაებმა ორიენტალისტმა აღმოსავლეთმცოდნე პროფესორმა მკვლევარმა ძალიან დიდი ტირაჟით გამოდის სასწაული ტირაჟით დაწერა რომ ვეფხისტყაოსანი წყინვალე თარგმანია მაგრამ ის არ არის პოეტი არ არის შოთა რუსთაველი არის თარგმნელი ეს გამაოგნებლები ცილის წამება დაიწერა ხო და ჩვენ ესე იგი ყოველმხრივ რუსთაველის საზოგადოებისათვის და ყველასთვის ყველა ქართველისათვის ჩვენ ეს ტელევიზიითაც ვთქვით, პრესითაც ვთქვით, სამწუხაროდ იმ ორგანოებს რომელსაც ეს უნდა არის საქართველოში გარდა რუსთაველის საზოგადოებისა ესეთი კომპეტენტური ორგანოები, სამეცნიერო ორგანოები, რომელიც რუსთაველის სახელს ატარებს და ჩვენ ამის გამო მე პირადად ვთხოვე მოსე ბოროდას ეს ადამიანი
არის რუსთაველი საზოგადოების წარმომადგენელი გერმანიაში და იმავე ალმანახში დაიწერა საპროტესტო წერილი კაფიოდ ჩამოყალიბებული რომ ეს გავათილებულიყო და ასევე საპასუხო წერილი უპასუხა ამ დარბაზში გზარდება რუსთაველი საზოგადოების ქართული ეროვნული ურთიერთობების ხელმძღვანელი პროფესორი პოეტი ნომად ვართაია და ნომად ვართაიამაც აბსოლუტურად განმაკითებელი წერილი უპასუხა იმავე ჟურნალში და ჩვენ ზოგჯერ ასე ხდება რომ ჩვენ არ პასუხობთ ჩვენ მოვიხართ გულს და ამით თავდება აი საკითხი რასაც ბატონი რამაზი წარებდა აი საკითხი ისევ საბრძოლია და ისევ ჩვენი ტრები ამას იკარებენ ცუდად ბოდიში რამაზ ამ ჩათვისთვის გასაგებია ესე იგი თვითონ შოთა რუსთაველი უარყოფს ეს საკმაოდ მოარული აზრია რომ ესე იგი ვეფხისტყაოსანი სპარსული დედნიდან არის გადათარგმნილი პროზაულად და მერე ეს პროზაული თარგმანი სპარსულიდან შოთა რუსთაველმა გალექსა აი ამაშია საქმე ასეთი თვალსაზრისი ვეფხისტყაოსანის წინათმაში უარყოფილია თავად შოთა რუსთაველის ახლა პროლოგზე გადავიდეთ უკვე ახლა პროლოგის უკანასკნელი წავიკითხოთ თქოთ ყურადღებით რა კი ესე იგი პროლოგს წინათმაში მიუთითებს პროლოგს, ამიტომ ნახოთ პროლოგი. ქართველთა ღმრთისა ნათლისა იგულისხმება თამარ მეფე. ქართველთა ღმრთისა ნათლისა ვის მზე მსახურებს არებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოსახმარებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთ სივრთამარებლად ორ გულთა მათთა დამწოლად ერთ გულთა სამახარებლად აი ახლა რაშია საქმე ქვემორე როგორ მოგზებნოთ ეს სტროფი ქვემორე უკანასკნელი სტროფი სწორედ ეს არის ვეფხისტყაოსნის ბოლოთქმის უკანასკნელი სტროფი იწყება ასე ქანი ასონიშნებ ქართველთა ქანი ეს სტრიქონის პირველი ნაწილი მეორე ნაწილი ვის მზე მსახურებთ არებლად ქ-ვ მერე ესე ამბავი გავლექსე ქ-ვ-ე ესე ამბავი გავლექსე მე მათად ქ-ვ-ე-მ ქვემორე და მერე ორ ქვემორ და ერთგულთა სამახარავ ქვემორე ესე იგი სტრიქონი და ყოველი წყარი დაყოფილია ორ ნაწილად და პირველი ასო-ნიშნები ყველა ამისა წერია ქვემორე ამიტომ ესე იგი მიუთითებს შოთა რუსთაველი წინათმაში ქვემორე სტროფს და წერია მოწებნილია ეს ქვემორე სტროფი რომელსაც პირდაპირ წერია ქართველთა ღვთისა ქ ღვთისა ნათლისა ვის მეორე ნაწილი ვ ქ-ვ ვის მზე მსახურებს არებლად ქ-ვ-ე ესე ამბავი გავლექსე მე მათაც მოსახმარებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთ სივრთამარებლად ორ გულთა ორ მათთან დამწოლად ერთ გულთა გამახარებლად ეს ერთი მაგრამ საქმე ის არის რომ აქ წერია შემდეგ ვის მე ერთ დასა ერთ მე ვის ვინ არის თამარ აი ეს მითითებაც არის იქ ჯეობადონო შეფარვით წინათმაში წერია ჯეობადონო რომ შეფარვით შეფარვით მისი სახელი შეფარვით
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მიდგამს იქი ესეც ვნახეთ ესე იგი ვისმე ერთ დასა ერთმების ვინ არის თავი ესე იგი ყველაფერი უზუსტესად მათემატიკური სიზუსტით არის განხორციელებული კავშირია ვეფხისტყაოსნის წინა თმასა და ბოლო თმას შორის სხივთა მარებლად ბოლომდე წავიკითხოთ ახლა ბარემ ჯეობადონო ეს წამომივია რასაც აი ასე ბოლო თქმა ასე იწნება ახლა ბოლომდე დაგდა ბოლომდე წავიკითხოთ რას წერს შოთა რუსთაველი ყველაფერი კარგად დამთავრდა ესე იგი ფრიდონ ტარიელ ავთანდილ ჯეობადონო ერთმანეთს მასპინძლობენ ერთო ყველაფერი დამთავრებულია და ეხლა მოდის ვეფხისტყაოსნის გმირებისა და სხვა გმირთა შესახებ შოთა რუსთაველი ასე იწყებს ამირან დარეჯანის ძე არის ჯეობადონო მოსეს უქია ხონელსაო ესე იგი და ბოლოს არიელი თავდება მაგრამ იწყება ხონელი სამწუხაროდ ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ვიცი და ხონელის დამატება ხონელსა მერე მოდის რითმეტი რომელსა დაუშო რომელსა შეუშო რომელსა ესე იგი ხონელსა უკვე რითმა არ არის რითმა უნდა გამოიძებნოს ესე იგი და ესე ახლა როგორ დასახებულია ყველა გმირი ამ სხვადასხვა მწერლებისა ამირან დარეჯანისზე აბდულ მესია დილარგელი ამირან დარეჯანისზე მოსეს უქია მე აქ შევიტანებ ვარავდი მოსეს უქია დახასიათება უნდა იყოს ავტორისა მოსეს უქია რომელსა ნიშნავს ბრმასა ბრმა ყოფილა თურმე მოსეს კი მხოლოდ რუსთაველისაგან ვიცი სხვა წყაროებიდან არ შევ და რითმა გასწორდა ამირან დარეჯანისზე მოსეს უქია რომელსა უსინათლოსა ბრმასა აბდულ მესია შავთელსა ლექსიმას უქეს რომელსა დახასიათება დილარგეთ სარგის თმოგველსა გმირი დილარგეთის სარგის თმოგვი ავტორი მას ენა მრავალსიტყვიანი ყოფილა მას ენა დაუშრომელსა ეხლა მოდის რუსთაველმა მე რა თქვიო ტარიელ მისსა რუსთაველსა ესე იგი დემნა უფლისწულის კაი ძმაკაცი ყოფილა იმიტომ რომ მისსა რუსთაველსა უწოდებს თავის თავს ესე იგი ტარიელ მისსა რუსთაველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა ტარიელზე ეს აბარგი არ თავდება ცრემლ შეუშრომელია და როგორი ცრემლ შეუშრომელი უყურეთ როგორი დახასიათება მიდის რადგან ესე იგი იმიტომ რომ აზომ არ არის სოფლისა საღამო არცა დილია სიზმრისა უფრო სიზმარი ჩრდილისა უფრო ჩრდილია არა მოჰკრეფენ სწავლულნი მათგან გამოცდილია ავი და კარგი სწორად ჩანს სიცოცხლე თუ სიკვდილია ეს არის პირდაპირ ასეთი რამე არ დაწერილა ჩვენ ტარიელზე ამ უბედურ კაცზე ესე იგი გებნა უფლისწულზე ავი და კარგი სწორად ჩანს სიცოცხლე თუ სიკვდილია აი ასე განიცდის შოთა რუსთაველი თავის გმირის
ამბავს ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს დიონისე არეოპაგელი ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტს არ დაჰბადებს ავსა წამერც შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკლადებს თავსა მისა უკეთესსა უზადო ჰყოფს არაზადებს ესე იგი ეს იგივეა რა თქვა ბოროტსა ძლია ეთნომან არსებობის ძლია ფილოსოფიური თვალსაზრისი რომ არის მხოლოდ ხანმოკლია და ბოლოს გამარჯვება ეკუთვნის ჯონ ბატონო კარგსა ხანძად გააკლადებს და მერე ქართველთა ღვთისა ნათლისა ეს ჩვენ უკვე ვთქვით ესე იგი და ამით ესე ამბავი გავნეხსენათ მე მათად მოსახმარებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთ სხივთა მარებლად სხივთა მარებლად სხივთა მარებლად თან მარ ხო ისმე ერთად ვეფხის ყაოსანი შოთა რუსთაველი ამ სტროფში იცით რას ამბობს დაასრულა რა ვეფხის ყაოსანში ახლა თარიღებზე ვიტყვი დაასრულა რა ვეფხის ყაოსნის წერა შოთა რუსთაველმა ვეფხის დასრულებული ვეფხის ყაოსანი მიართვა თამარ მეფეს ვისი ქებაც არის ეს ვეფხის ყაოსანი ვის მე ერთ დასა ერთმევის ვინ არის სხივთა მარებლად თამარ ახლა თარიღი როდის არის ვეფხის ყაოსანი დაწერილი ესეც აქ უნდა იყოს არის ქართველთა ღვთისა ნათლისა ვის მზე მსახურებს არებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად ის რაც წინა თქმაშია მათად ნიშნავს ეს ანბანი ცნობილია ეს არის ჩვენ ბატონო ეგრეთ წოდებული რიცხვითი მინიშნება ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ქართულ ანბანში როგორც რიცხვის მანიშნებელი სიტყვა ჩვენ ბატონო მე მათად ნიშნავს მანე არის 440 10 მერე მოდის პირველი სიტყვის წერია 10 რატო 10 ა და თ 9 არის ა 10-ია იგივე 10-ია 10 სიტყვიერად ასევე 10-ია და 40 10 იქნება 400 და გადამრავლებულია აქაზე ად უნდა ერთი გადამრავლო 404 არის 1184 წელი მათად მოსახმარებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთით სხივთა მარებლად ორგულთა მათთა თარიღიანია მათთა ნიშნავს 40 10 და 9 ჯერ 1 9 1184 წელს შოთა რუსთაველმა დაიწყო ვეფხის ყაოსნის წერა და თამარ მეფის მეორე ქება დაამთავრა 1189 წელს ვეფხის ყაოსანი თარიღიანი ძეგლია ათარიღებს თავად შოთა რუსთაველი ბატონო ორ წუთიანი შევასრულოთ ჩვენ მოაწმოსველი და მცხოვანი დიდებული მეცნიერი დღეს თქვენ მოგიწვიეთ აქ მაგრამ მისთვის ის გარემო ყოფილიყო მოგესალმებათ სიტყვა და ფერი შორს არ არის ერთმანეთთან სიტყვა იყო ღმერთი მაგრამ ფერი სამყარო ნათელი მასთან ერთად გაჩნდა და დღეს ჩვენ რო არის რუსთაველის სამყაროსთან უფრო განწყობა ყოფილიყო ჩვენ დიდებულ ხატვას ბატონ რევას ადამიანს აქვს დიდებული ფერწერული ნამუშევარი ვეფხის ყაოსნის თემაზე ის რაზედაც ეს ეხონი ვთქვი რომ აი კოსმოსთან ურთიერთობა და საერთო სამყაროსეული სიბრძნე რასაც ხვია აი აქ ხედავთ თქვენ ბატონი რეზოს
ნამუშევარია აი ეს კოსმოსი მთლიანად ბატონი ლეზუც გამოვა და რუსთაველი და მთელი ეს სამი ფერწერული ტილო არის შესანიშნავი ნამუშევარი რომელიც სხვადასხვა ჟურნალებში დაიბეჭდა და თქვენ ფიქრით განწყობას რასაც ქვია დიდი შოთა რუსთაველის სამყაროს დასაღები მაგას კიდევ ჩავდები ხისტის გამოვიზოგებ ჯენერალი კონსტიტუციის არა მოახლოვ და გავახსენე თუ დასრულება წყალი ხვალ ამგვარად შეიძლება ყურადღება ბატონებო შევშორეთ ახალშო და ყურადღება დავასვან შეიძლება დავასვან ვეფხისტყაოსნის წინათქმა აღდგენილია დალაგებულია გამართულია ვეფხისტყაოსნის ბოლო თქმა აღდგენილია გამართულია სრულიად დადასტურებულია ვეფხისტყაოსნის დაწერის თარიღები. მეორე თამარ მეფის მეორე ქება. პირველი ქება უფრო ადრე არის დაწერილი. ჯერბატონო 1100 ესე აღსაყდრების დროს უკვე დაწერილა ვეფხისტყაოსნის თამარ მეფის პირველი ქება. ეს უკვე მეორე ქება 1184-1189 წლები ჯერბატონო ეს არის თამარ მეფის ვეფხისტყაოსნის დაწერის მეორე თამარ მეფის ქების დაწერის თარიღი. აი აქედან უნდა ამოვიდოდეთ ჩვენ. ეს თარიღი საქმე ის არის რომ წერათა კავშირში აქვე ამავე იმაში 69 წელს მე გამოვედი მოხსენებით ვეფხისტყაოსნის შესახებ და გამოვთქვი ჩემი ვარაუდის მნიშვნელობა არა ეს ვარაუდი პერი გამოთქმულა არა გამოვთქვი ვარაუდი რომ ვეფხისტყაოსი იმიტომ რომ არაფერი ეს ამოცნობილი არ ქონდა ეს თარიღები რომელიც შოთა რუსთაველს აქვს მოტანილი გამოვთქვი ვარაუდი რომ ვეფხისტყაოსანი დაწერილია და ეს იმისგან მქონდა რომ თინათინს თამარს ვაქებდე მეფესა სისხლისად წრემდა თხეული ესე იგი ვეფხისტყაოსანი დაწერილი ამის შესახებ ნიკო მარმა თქვა მე-14 საუკუნეშიო კორნელი კეკელიძემ თქვა მე-13 საუკუნის 30-იან წლებშიო მიიჩნიეს რა სისხლისად წრემდა თხეული რომ მკვდარია თამარ მეფე ჯერბატონო და ესე იგი ვეფხისტყაოსანი მე-14-მე-13 საუკუნის წლები. ახლა ჩვენ უკვე ვიცით რომ შოთა რუსთაველი თვითონ ამბობს, თვითონ ათარიღებს, როდის დაიწყო ვეფხისტყაოსნის წერა 1184 წელს და დაამთავრა 1189 წელს. მე ვარაუდად გამოვთქვი 1184 წელი, 1190 წელი, რატომ მე ჩნდება უკვე ისა ჯერბატონო და გარდატეხის მომენტია თამარ მეფის ვეფხისტყაოსანი დაწერილია თამარ მეფის ასეთ უბედურების დროს ასე იგი სამეფო კარზე მეტად შევიწროებულია თქვენ იცით ეს გამოსვლა იმათი და ყველაფერი ცნობილია ისტორიულად ახლა ამაზე ნუ გავაგრძელებთ ეს რუსის ჩამოყვანა გარდება დაბრუნება და ერთიანი უბედურებები რაც ხდება შევადონა 90 წელი ეს იყო ჩემი ვარაუდი და რაც განარჩენი თქვი მეცნიერულად ეს ამოიცნო ეთერ ბასილაშვილმა ეს ჩემი ამოცნობილი არ არის ეთერ ბასილაშვილმა მე აღტაცებული დავჭი რომ დადასტურდა ვარაუდს მაშინ თუ დადასტურდება იგი ეს ეთერ ბასილაშვილმა გამოთქვა ერთი წლით ჩემზე ადრე და მე წაკითხული არ მქონდა მივარდი და წავიკითხე რომ ითხრები
წავედი ლიტერატურის ინსტიტუტში ვთქვი ეთერ ბასილაშვილის არა ვარაუდია, არამედ დამტკიცებულია, რომ ვეფხის ყაოსნის თარიღები იცით. ვეფხის ყაოსანი შოთა რუსთაველმა დაიწყო 1184 წელს და დასრულა 1189 წელს. ამან თქვენ გონიათ ახტაცება, ჩემმა ახტაცება ფუჭად ჩაიარა. რატო არ უნდა გაგიხარდეს ეთერბასზე? ცოცხალი აღარ დამხდა იქ ეთერ ბასილაშვილი. მთელი უბედურება ეს არის, რომ ვერ მივესწარი. ხო, ამიტომ რომ იცოდეთ, რომ ესე იგი ვარაუდიც იყო, დადასტურებაც იყო და საჭირო აღიარება ჩვენ ცოტა ამ იმაში ჩვენ მოვიტოვოთ შურს ვიღაცის მიერ მეუნდრო გაგიხარდეს. ახლაც გრძელდება ეს ამბავი, თურმე არც ერთმა მეცნიერმა არ იცის, როდის დაიწერა ვეფხის ყაოსანი. როდემდე გვინდა თავის მოტყუებას არ გავს ეს? რა გვიყვარს? ჩვენი თავი უფრო გვიყვარს, ესე იგი შემზარავად გვიყვარს ჩვენი თავი. და ვეფხის ყაოსანის ისა რომ გაირკვა, როდის არის დაწერილი ვეფხის ყაოსანი. ახლა გარდა ამისა, საქმე ის არის, რომ აღმოჩენილია ამავე დროს რა მნიშვნელოვანი თარიღები. 1192 წელს შოთა რუსთაველი ჩასულია პალესტინაში და მოლაპარაკებას აწარმოებს სალადინთან და იბრუნებს ჯურის მონასტერს და აღაფში წერია ამასვე ორშაბათსა პალესტინურ ჯურის მონასტრის აღაფში წერია ანუ სულთა მოსახსენებელში ამასვე ორშაბათსა აღაფი შოთაისა მეჭურჭლეთ უხუცესისაი თამარ მეფის შეუბატონო 92 წლიდან თამარ მეფის პანაში თამარ მეფის გაძლიერების დროს რა თქმა უნდა იმ წუთში მოწვეული იქნა შოთა რუსთაველი და ამიერიდან იგი შოთა მეჭურჭლეთ უხუცესი დავალებით მიდის პალესტინაში და იბრუნებს ჯურის მონასტერში. არაბული კარგად იცის წყალივით ვეფხის ყაოსანში ეს ხო ჩანს, როგორც ორჯეროდი ოთხია, სპარსული იცის და ბერძნული იცის და ასე შემდეგ. დაიბრუნა. გარდა ამისა, 92 წელს ვიცით, რომ ჯურის ტაძრის მონასტერში ეხლაც დაცულია, ეხლაც სახში მაქვს ერთ ფოტო, შეუბატონო, ამასვე ორშაბათსა, აღამის შოთაისა, მეჭურჭლეთ უხუცესისაი, ვინ შეცვალოს შემცაცვალებულას ჯულისაგან ქრისტიანეთას. საქმე ის არის, რომ მე პალეოგრაფი ვარ, წესი და მე რო დავხედე ამ წარწერას ეს მე-13 საუკუნის მიჯნის წარწერა არც იქით და არც აქეთ. ესე იგი 82 1200 წლის დასაწყისში. დაახლოებით ამგვარია, რომ ძალიან დახვეწილი წარწერაა. გარდა ამისა, საერთოდ რატო ვსაუბრობთ? ხო, რა, ერთი წუთი, მოლოსმით. საერთოდ ეს სულთა მოსახსენებლები ძალიან ბევრია, იმიტომ ეკლესია დამსახურებისათვის ყოველი ეკლესია, ყველა ეკლესიაში სამწუხაროდ ბევრი განადგურდა, იმიტომ რომ განადგურებული იქნა ქართული ეკლესია.
მთელი საუკუნის მანძილზე განადგურებული იყო ეკლესია ჯეოვადონო და უპატრონოდ ეყარა ხელნაწერები. მithumetes ისეთი როგორიც არის, აი სწორედ ასე. მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავი დარჩენილია ჯეოვადონოს სულთა მოსახსენებლები. და აი აღმოჩნდა შოთა რუსთაველის მეორე სულის მოხსენება. ერთი აღმოჩნდა ჯვრის ტაძარში და მეორე აღმოჩნდა გერგეტის სულთამატიანე არსებობს. სადაც წერია ამა და ამ წელს 1200 ყველაფერი ქრონიკონი წერია, რა თქმა უნდა, 1213 წელს გარდაიცვალა თამარ მეფე და მითითებულია იანვრის 18 რიცხვი. შემდეგ თამარ მეფეს ხსენებასთან ერთად გერგეტის სულთამატიანე გერგეტის სამების ეკლესია საკმაოდ ცნობილი ჯეოვადონო მოხსენებულია გოსანი შოთა რუსთაველი წარვიდა იერუსალემს და მუნ აღესრულა 1219 წელს. 1219 წელი არის შოთა რუსთაველის გარდაცვალების თარიღი. რატომ? სულთამატიანე არასოდეს ნათურის. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც როგორც სიკვდილზე ტყუება და იმაზე ეკლესია არ ტყუის არასოდეს. ყველაფერი რაც ამ სულთამატიანეში წერია, ყველაფერი უზუსტესია. ამგვარად ერთი ისამაქვს მე ვიცით როდის დაიწერა თამარ მეფის პირველი ქება შოთა რუსთაველის მიერ 1177 წელს დაიწყო, 80 წელს დამთავრდა დაახლოებით. მეორე 1184 წელს დაიწყო მეფის ტყუილსანი, 1189 წელს დამთავრდა. შოთა რუსთაველი მეჭურჭლეთ უხუცესი იყო 1191 წლიდან დაწყებული 92 წელს დადასტურებულია მისი მეჭურჭლე, ანუ ვაზირი მეჭურჭლეთ უხუცესი, რომელსაც წყიბალე საქმე გააკეთა. ისრაელში შეუერთდა ჯვრის მონასტერი დაიბრუნა. მე ვიცით ჩვენ რომ შოთა რუსთაველი ორმად მოხუცებული გარდაიცვალა. ხომარი გამოხატული შოთა რუსთაველის ჩვეულებრივი გამოსახულება, წინვალე გამოსახულება ორმად მოხუცებული თურმე წასულა იერუსალიმ მის გამოხსნილ ეკლესიაში და იქვე აღესრულა 1219 წელს და წერია 1 მაისს თამარ მეფის სენების დღე. ახლა 14 მაისზე მოდის, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ეს ხო ეს ყველაფერი და ეს მეცნიერება ღაღადებს რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა. ახლა გადავიდეთ ვეფხისტყაოსნის მხატვრულ როგორ არის განხორციელებული ვეფხისტყაოსანში თამარ მეფის ორი სახე. საქმე ის არის რომ ერთი მხატვრული ვეფხისტყაოსანში ერთი მხატვრული სახე კი არ არსებობს თამარ მეფისა. არამედ ორი. ერთი არის ჯეოვადონო ამომავალი და ჩამავალი მზის მხატვრული სახე.
ისმის თუ მიკროფონი უნდა? ისმის ხო? მიკროფონი. ისმის. ამომავალი და ჩამავალი მზისა. გადაკარგული მზისა. ეს არის ერთი სახე თამარ მეფისა. ორივე და ეს არ არის. და აღარ შეღაჩვენოთ ხელის მოკიდება გადაგდი. ო, ისაუბრე. ხოლო მეორე მხატვრული სახე სემჯდომინზე. ეს ლიანად თავიდან ბოლომდე რეფხისტყაოსანში თამარ მეფე არის მზე, ესე იგი თამარ მეფე მზეებ წყინვალია, მზეებ მის გარშემო ბრუნავენ ცდომილები და ამდენად რეფხისტყაოსანში ამ ორი მხატვრული სახის მეშვეობით გადმოცემულია სამყაროს აგებულების ორი თვალსაზრისი გეოცენტრიული, რომლის მიხედვით სამყაროს ცენტრში არის დედამიწა და მის გარშემო ბრუნავენ დანარჩენი ცდომილები და მეორე არის ჩვეულებრივ ჰელიოცენტრიული, ანუ მზე არის სამყაროს ცენტრში და მის გარშემო ბრუნავს ყოველი პლანეტა. დანარჩენი პლანეტები, ნათობები. ახლა ეს მხატვრული სახეები ისე მაგალითად ჩვენ რომ ავიღოთ ერთი ისა რა დავარ თქვენი გახსოვთ ალბათ დავარი რომ დავარი სიტყვა არაბულში ეძებდნენ არაბულში თუ ინდურში და ასე შემდეგ დავარ მაგრამ დავარ პირდაპირ ამბობს რომ იგი არის და მეფისა დავარ იყო და მეფისა ირანულია დავარი ხო აი ირანულია დავარი არა და დავარი ჩვეულებრივ სპარსული თუ არის დავარ პირდაპირ ამბობს დავარ იყო შოთა რუსთაველი განმარტავს დავარ იყო და მეფისა ხალი ხაჯეს გათხოვილი რო ამბობს რუსთაველი ამას დავარ მეფისა დავარი სასტიკი ხალი იყო ეს ყველა ვიცით მამინდა ეგრეთ წოდებული მამინდა თამარ მეფისა რა დავარ როსკიპო ბოზოდიაცოს აღარ ვიტყვი რა დავარ გაზღად სემითა მისითა ნესტანდარეჯანის მისითა დალურე ჯებითა წამოდგენ ორნი მონანი პირითა მით ხაჯებითა მათ კიდობანი მოიღეს ეუბნეს აჯებითა მასში გან ჩასვეს იგი მზე გავსიქმნა დარაჯებითა ზღვითკე გარნე სარკმელნი მაშინვე გაუჩინარ და დავარტყამ კნელი ამისი ვინარ დამქოლოს ვინარ და ვირემონტვლიდეს მოუყვდები სიცოცხლე გასაწყინარ და დანა დაიცა მოსაკუ და დაეცა გასისყუნდინარ და ეს ხმილავების ჟანია, როდესაც მზის ჩასვლისას გებიან ხმილავები, ანუ დარაჯები. ხანე გაყოფილია 4 ნაწილად, ხოდა ყოველი 3 საათის შესდგება და ერთმანეთს ენაცვლებიან, ესე იგი ამ ხაჯებმა, ესე იგი დავალები ზღვრისკენ გაიყვანეს და იქ მზის ჩასვლის წინ ესე იგი კიდობაში ჩასული მზე ძველი ის არის ისა რომ კიდობაში იგი უხილავებს რჩება და ესე იგი მოგზაურობს რომ მეორე დღეს ისევ აღმოსავლეთიდან ამოვიდეს დასავლეთში ჩავიდეს და აღმოსავლეთში ჩავიდეს მაგრამ საქმე ის არის ასეთი ის ბევრია და ახლა თელი რეფხისტყაოსანი სწორედ რა არის სამყაროს აგებულების თეორია და ამ
სამყაროს აგებულების თეორია შავდღეშია თამარ მეფე და აი თითქოს იმარჯვებს ეს გეოცენტრიული სისტემა და აი ზეიმია და ერთი ამბავი და იმარჯვებს ჰელიოცენტრიული სისტემა. Რომელიც სისტემის მომხრეა ესე. დანტე ალიგიერი მაგალითად ცნობილია ჯეობატონო დანტე ალიგიერი არისტოტელეს მიმდევარია ჯეობატონო გეოცენტრიული სისტემა დაებრივი კომედია. ვერცხლის წყალსანი არის ჰელიოცენტრიული სისტემა და როგორ არის ნათობები მოდი რამდენიმე ის არსებობს, 3 ის არსებობს ჩამონათვალი ამ ესე რა ქვია მნათობებისა და ბოლოს თავდება აჰა მოწმობენ ვარსკვლავი 7-ნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშტარი და ზუალ ჩემთვის დებიან ასპიროს თვარე მარიხი მოვლენ და მოწმად ყვებიან მას გააგონენ რაიცად საქმე უშრად დებიან საქმე ის არის რომ აი გადმოცემულია რა კი არაბული ისრაელი მე თქვენ მოგახსენებთ მზე არის პირველ ადგილზე, ესე იგი პირველი ადგილი იწყება მზიდან და იმის შემდეგ ჩამოთვლილია 7-ვე ვარსკვლავი და იგულისხმება ავთანდილი, ესე იგი მთვარესთან ერთად, რატომ დედამიწა და მთვარე ერთმანეთს მთვარე დედამიწის თანამგზავრია, ორივე ერთად მზის ირგვლივ ბრუნავს. ხოდა ეს ისე ბრწყინვალედაა შოთა რუსთაველზე დასკვნით ნაწილში შოთა რუსთაველი ამბობს ესე იგი დასახელებული კიკია რასის შორეზე რომელი პლანეტა რაში სიშორეზეა მზისაგან და მერამედენია რომლებიც მოძრაობენ მზის გარშე 7-ვენი მოძრაობენ მზის გარშემო და თანამდებობა პირველი არის მერკური უახლოესი პლანეტა მზისაგან ეს არის მერკური იცით თქვენ არაბულად ოტარიდი მეორე არის ასპიროს ეს არის ჯეობატონო ვენერა შემდეგ მოდის მთვარე და იგულისხმება ავთანდილი, იმიტომ რომ ერთად არის მთვარესთან მოხსენებული. შემდეგ მოდის მარიხი ანუ მარსი, დედამიწის მომდევნო პლანეტა, მერე მოდის იუპიტერი, ანუ მუშტარი და მერე მოდის სატურნი, ანუ ჯეობატონო არაბულად როგორ არის? შუა. ამგვარად ჯეობატონო ესეც საბოლოოდ გარკვეულია თვითონ შოთა რუსთაველის მიერ რომ შოთა რუსთაველმა იცის მზეს რა თანამიმდევრობით არიან დაშორებული პლანეტები და რა თანამიმდევრობით მოძრაობენ მზის გარშემო დღევანდელი ასტრონომიული ვითარება შოთა რუსთაველმა იცის რაც დანტემ არ იცის